ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ კინოცენტრში. გამომცემლობა ინტელექტის მიერ გამოცემულ კრებულში წერლის ორი მოთხრობა კუნძული და მოგზაურობა აფრიკაში შევიდა. კუნძულის მიხედვით 2009 წელს რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ფილმი გაღმა ნაპირი გადაიღო. ასევე ნუგზარ შატაიძისა და გიორგი ოვაშვილის ერთობლივი იდეის კინოვერსიამ სიმინდის კუნძული გრან-პრი მსოფლიო პრემიერაზე მოიპოვა. ორი მოთხრობის მიხედვით გიორგი ოვაშვილმა გადაიღო ორი უწყებალესი ფილმი. მოგხსენებათ, რომ ერთ-ერთი სიმინდის კუნძული ხა წარდგენილი არის. ოსკარის 9 ფილმიან შორტლისტში, ხოლო პირველი მოთხრობა იყო საფუძველი იმ საოცარი ფილმს, რომელსაც ერქვა გაღმა ნაპირზე, რომელსაც დაიწყო ფაქტობრივად ქართული კინოს ახალი ტალღა. შატაიძე აკლია ჩვენს საზოგადოებას, დღეს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტიკურ ცხოვრებას. აი მისი ხედვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა არის ყველაზე უფრო თანამედროვე და ყველაზე უფრო მარადიული. ეს არის სიყვარულის ენა და არა მტრობის ენა. და ჩანს მის სცენარში ჩანს ფილმშიც აი ეს პოზიცია.